HR Hub-ის ორგანიზებით 9 ივლისს სასტუმრო ქორთიერ თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანი სამსახურის მაძიებლობის დამსაქმებელთან დაკავშირება და ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აქტიური ვაკანსიების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. რაც თავაზობს ფესტივალი დასაქმების მსურველებს და კომპანიებს, უფრო მეც HR Hub-ის დამფუძნებელი ანა ნამდარაშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ანა, დილომშვიდობისა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ანა, პირველ რიგში მინდა რომ ვკითხოთ 20 კომპანია, რომელიც წარმოდგენილი იქნება ცხრაში, რა პროფილის კომპანიები იქნებიან და რა რაოდენობის ვაკანსიაზე შეიძლება იყოს საუბარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, 9 ივლისს ვატარებთ HR Hub-ი მასშტაბურ დასაქმების ფესტივალს ქორთიერ თბილისში 5 საათიდან 7 საათამდე გაიმართება ეს დასაქმების ფესტივალი. წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი ორგანიზაცია სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ეს იქნება როგორც რიტეილ სექტორი, სასტუმრო ინდუსტრია და სხვა ინდუსტრიები, არ არის შეზღუდვა. არანაირი გვაქვს რამდენიმე ვაკანსია, სადღაც 500-ზე მეტი ვაკანსია იქნება წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე. ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ფესტივალში. ამ ფესტივალის უპირატესობა არის ზუსტად ის, რომ სამუშაოს მაძიებელს შეუძლია მოგრძადდეს პირდაპირ ღონისძიებაზე, შეხვდეს დამსაქმებელს, გაესაუბროს. ანა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ხო? ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ყველა მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია სამსახურის შეცვლით, ეძებს ახალ შესაძლებლობებს, შეუძლია მოვიდეს და გაესაუბროს დამსაქმებლებს ამ გასაუბრებებზე. რამდენად ეფექტიანია მსგავსი შეხვედრები, წინა გამოცდილებით თუ შეგვიძლია ვთქვათ, როგორია ხოლმე უკავშირი დასაქმების მაჩვენებლები და რამდენად ახერხებენ დამსაქმებლები და პოტენციური დასაქმების მსურველები ერთმანეთთან შეხვედრას, რადგან ეს ძალიან მძიმე თემაა ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა თავარი პრობლემაა ქვეყნის, მეორეს მხრივ ვერც ბიზნესი ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს. მსგავსი შეხვედრები რამდენად არის ნაყოფიერი? დიახ, სტატისტიკასაც თუ ჩავხედავთ, გაზრდილი უმუშევრობის დონე სადღაც 14%-ია, რაც კიდევ ერთი საფუძველია იმის, რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი სახის დასაქმების ფესტივალები. რაც შეეხება შესაძლებლობას, ეს არის კარგი შესაძლებლობა კანდიდატებისთვისაც, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ, რომ ერთგვარი ბარიერის გარეშე, როცა მაგალითად სხვა შემთხვევაში ონლაინ CV უნდა გაამგზავნოს, შემდეგ შერჩევის ეტაპი გაიარო და მხოლოდ შემდეგ მოხდები გასაუბრებაზე. ამ ფესტივალზე პირდაპირ მოგზანდებით და დამსაქმებელს შეხვდებით, დაუსვამთ შეკითხვებს, რა ვაკანსიები აქვთ, რა სამუშაო გარემო აქვთ კომპანიაში და შესაბამისად აირჩევს შენთვის საინტერესო სამსახურს და ვაკანსიას კომპანიას. კომპანიებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან შესაძლებლობა აქვთ მათ, რომ წარმოადგინონ დამსაქმებლის ბრენდი, ის უპირატესობები, რაც აქვთ კომპანიაში როგორც დამსაქმებლებს და შეხვდნენ ერთ სივრცეში ათასობით კანდიდატს. თუ არის რაიმე ფორმით შეზღუდვა ან ასაკზე ან კონკრეტულ მიმართულებებზე, ძირითადად რა ტიპის ვაკანსიები უნდა იყოს წარმოდგენილი? ახსენეთ რიტეილ სექტორი და სხვადასხვა მომსახურების სფერო, ძირითადად თუ შეგვიძლია ვთქვათ, დაახლოებით მაინც რა სახელფასო ანაზღაურებაზე შეიძლება იყოს საუბარი და რა ტიპის სამუშაო რგოლს ეძებენ ამ შემთხვევაში ამ დასაქმების ფორუმით კომპანიები? ეს არის მასშტაბური დასაქმების ფესტივალი, შესაბამისად ყველა რგოლის თანამშრომლებს ეძებენ, მენეჯმენტის ყველა რგოლზე, შესაბამისად შეზღუდვა არ არის, ყველა სამუშაოს მაძიებელს შეუძლია მოვიდეს და აუცილებლად იპოვიან მათთვის სასურველ პოზიციას, ვაკანსიას. რაც შეეხება ვაკანსიების სპექტრს, ესეც ფართო არის, ფართოდ არის წარმოდგენილი, პირველი ხაზის თანამშრომლებსაც ეძებენ, მენეჯერებს და ასევე შეიძლება მაღალი რგოლის თანამშრომლებსაც შესაძლებლობა იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. ანა, ზოგადი გამოცდილება როგორია თქვენი კომპანიის ამ ტიპის ფესტივალების და შეხვედრების, რა ეფექტს იძლევა ეს ყველაფერი რეალობაში? ძალიან ეფექტურია. ჩვენ 2017 წლიდან ვატარებთ მსგავსი სახის დასაქმების ფესტივალებს. შესაბამისად, მოთხოვნა არის ძალიან მაღალი და კარგი შესაძლებლობაა როგორც კომპანიებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის. ძირითადად ეს უკავშირდება ხოლმე თბილისის ბაზარს თუ მათ შორის გეგმავთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართვას და ამ ნაწილში კომპანიის გეგმები როგორია უახლოეს პერიოდში?
გეგმავთ რაც თქმა უნდა რეგიონებშიც ამ შემთხვევაში ტარდება თბილისში, თუმცა რეგიონებშიც ქონია გამოცდილება ფესტივალების ჩატარების და სამომავლოდაც გეგმავთ. ანა, რა პერიოდის განმავლობაში გაიმართება? თქვენ ახსენეთ თუ არ მეშლება 5-დან 7 საათამდე. კი, კანდიდატებს შეუძლიათ მობრძანდნენ 5 საათზე, თუ თქვათ სამსახურში მუშაობენ, შეუძლიათ რომ 7 საათამდე სამსახურის დასრულების შემდეგ შემოიარონ სასტუმრო ქორთიარში. როგორია ზოგადად კომპანიების დამოკიდებულება? თქვენ როცა მუშაობთ ალბათ აორგანიზებთ მსგავს შეხვედრებს, უფრო კარგად გაქვთ მათ შესახებაც ინფორმაცია, რამდენად ინტერესდებიან თავად კომპანიები ამ ტიპის შეხვედრებით, რამდენად ეფექტიანად ხედავენ ამ ტიპის შეხვედრების აუცილებლობას და შედეგებიც როგორია? მე კომპანიების დამოკიდებულება როგორია მსგავს ფესტივალებთან მიმართებით? ორგანიზაციებისთვის მსგავს ფესტივალში მონაწილეობა საინტერესოა, რადგან მათ შეუძლიათ რომ ფართო აუდიტორიას ერთ სივრცეში გააცნონ დამსაქმებლის ბრენდი, კორპორატიული კულტურა, სამუშაო შეთავაზებები და უპირატესობები, რაც აქვთ როგორც დამსაქმებელს, ამიტომ დამსაქმებლის ინტერესი ყოველთვის მაღალია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ დღესდღეობით მხოლოდ ვაკანსიის გამოცხადება არ არის საკმარისი, აუცილებელია რომ პოტენციური თანამშრომლები გვიცნობდნენ, იცნობდნენ ჩვენს სამუშაო გარემოს, სამუშაო კულტურას და დასაქმების ფესტივალი ზუსტად ამისთვის არის, რომ პირისპირ შეხვდნენ კომპანიები სამუშაოს მაძიებლებს დიდი რაოდენობით. თავარი პრობლემა რა არის მათთვის? არაკვალიფიციური კადრი, შესაბამისი კადრების ვერ მოძებნა იმ აუდიტორიასთან, თუ თავარი გამოწვევა რა არის, რის გამოც ვერ ხვდება ეს ორი რგოლი ერთმანეთს? როგორ ფიქრობთ? დიახ, ზუსტად ეს არის მთავარი გამოწვევა, კვალიფიციური სამუშაო ძალა და იმ მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალა, რომელიც აქვს დამსაქმებელს. ქართველებთან ერთად არის თუ არა შესაძლებელი უცხოელების ჩართვაც ამ ფესტივალზე და ამ ნაწილში ინტერესი და დამოკიდებულება როგორია კომპანიების? კი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ჩაერთონ ამ დასაქმების ფესტივალში, თქვათ წინა ფესტივალზე თქვენდა გამოცდილება რომ თქვათ აი უკრაინის მოქალაქეები ვინც არიან თქვათ საქართველოში დაიძებდნენ სამუშაო შესაძლებლობებს, მათაც მიეცათ ეს შესაძლებლობა, ასე რომ ყველა სამუშაოს მაძიებელს აქვს შანსი მოვიდეს და შეხვდეს დამსაქმებელს. ანა, რა სიხშირით ატარებთ მსგავს ფესტივალებს? და მხოლოდ თბილისი გქონდათ აქამდე თუ სხვა ქალაქებშიც იყავით წარმოდგენილი? ჩვენ დასაქმების ფესტივალებს აუცილებლად ვატარებთ ყოველ სეზონზე ერთ ფესტივალს, თბილისში ძირითადად, თუმცა რეგიონებშიც ვგეგმავთ ამ ფესტივალის ჩატარებას. წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვნახოთ როგორი იქნება ამ ეტაპზე შედეგები და რამდენად აქტიურობა იქნება როგორც მოქალაქეების მხრიდან, ასევე რამდენად გაიზრდება სამომავლოდ იმ კომპანიების ჩამონათვალი, ვინც ქმნის რეალურად შრომის ბაზარს და აყალიბებს საქართველოში. მადლობა. კი, ველოდებით ყველას. 5 საათზე 9 ივრის ქორთიარში. დიდი მადლობა. ანა ნავდარეშვილი, HR Hub-ის დამფუძნებელი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.